მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის პირველი იუნიტის მე-15 ქვეთავს. შემოვედით პირველი იუნიტის მე-15 ქვეთავზე Arduino Python-ის სავარჯიშოებზე, შევდივართ მე-3-ში, პირველი ვიდეო არის, მეორე კვიზი, შეგიძლიათ ამასაც უყუროთ და კვიზებიც გააკეთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შევდივართ მე-3 სავარჯიშოში, სადაც დაწერილი გვხვდება კოდი და სადაც უნდა გავარჩიოთ რას აკეთებს. ეს მრავალსტრიქონიანი კომენტარი არის, ლურჯი ასოებით და თავბოლოში 3 ბრწყალი რომ არის, speed-ი სიჩქარე არის q-ი თუ რა სიჩქარით იმოძრაოს, ეს კიდევ ერთ სტრიქონიანი კომენტარი არის, თავში cs-ი რომ აქვს hashtag-ი. და გადავედით ახლა for I in range-ზე. ესე იგი for loop-ი აქ ოდნავ განსხვავებული არის, როგორც ხედავთ, ესე იგი ესენი პროპორციულად უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ახლა რას ნიშნავს? თავიდან ესე იგი i იყოს 10-ის ტოლი, ამას ნიშნავს i გაიზარდოს 101-მდე, ანუ 100-ის ჩათვლით, 100 როდესაც გახდება, მაშინ ბოლო მოქმედებას გააკეთებს და მერე აღარ გააგრძელებს და 10 თუ იქნება თავიდან, ყოველ ჯერზე გაიზარდოს 10-ით. ესე იგი თავიდან თუ იქნება 10, შემდეგ იქნება 20, 30, 40, 50 და ასე შემდეგ 101-მდე, ანუ 100-იც გახდება, გააკეთებს აი ამ მოქმედებებს და გაჩერდება. ესე იგი თუ აქ დავწერ მე 10-ის მაგივრად 5-ს, ესე იგი 5 იქნება თავიდან i-ის მნიშვნელობა და ყოველ ჯერზე გაიზრდება 10-ით და სანამ 101 არ გახდება, აი გავუშვათ. ესე იგი თავიდან იყო 5, მერე გაიზარდა 10-ით, ანუ 15, მერე გაიზარდა 10-ით 25 და ასე შემდეგ. და რამდენიც ჩაეტია ახლა 101-ში, იმდენი დახატა, ანუ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10 დახატა. აქ თუ დავწერ 3-ს, ამ შემთხვევაში ასე გააკეთებს. აი მაგალითად ბიჯი რომ შევამციროთ, თუ რამდენი ბიჯით გაიზარდოს, ხო? და აი თავიდან იყოს მაგალითად 3-ის ტოლი და ყოველ ჯერზე გაიზარდოს რამდენი? ახლა 2-ით. ხო, ესე იგი თავიდან i იქნება 3-ის ტოლი და ყოველ ჯერზე გაიზრდება 2-ით, ანუ 3, 5, მერე 7 და ასე შემდეგ და რამდენიც ჩაეტევა 101-ში, იმდენს გააკეთებს უკვე. აი ნახეთ. 7 ხაზი კი არ გააკეთა და 10 ხაზი. უამრავი ხაზი გააკეთა, შიგნით რამდენი ჩაეტია, ხო? ესე იგი გავიგეთ, რომ თავიდან i იყოს ამდენი ტოლი, შემდეგ აქამდე გაიზარდოს ამდენი ბიჯით ყოველ ჯერზე. აი თავიდან მოდი 1 გავაკეთოთ და 2-ით გავზარდოთ. 1-ით გავზარდოთ, გავუშვათ. და ნახეთ. აი ასე მსგავს ფიგურას ქმნის, ანუ 1 პიქსელი იყო თავიდან 1-ით გაიზარდა და ყოველ ჯერზე 1-ით იზრდება და ასეთ ფიგურას ქმნის. კარგი. წესით გასაგები არის, მოდი დავაბრუნოთ, ესე იგი აქ იყო 10, აქაც იყო 10. წესით გასაგები არის, next-ს დავაჭიროთ, გადავედით შემდეგ დავალებაზე, ვნახოთ ახლა აქ კოდი გვაქვს დასაწერი და რა დაგვხდება. კარგი, x-ს დავაჭიროთ, ესე იგი წრეები უნდა დავხატოთ, 4 წრე, 25 პიქსელით, 25 პიქსელით გაიზარდოს და ასე შემდეგ. ესე იგი შეგვიძლია დავიწყოთ მაგალითად for-ი გვჭირდება აუცილებლად for I in range და ესე იგი როგორც გითხარით, ვიწყებთ 25 პიქსელით დაწყებას, ესე იგი 4 წრე უნდა დავხატოთ და ესე იგი უნდა გაიზარდოს 101-მდე, ანუ 101, იმიტომ რომ 101 რო 25-ზე გავყოთ 4, 100 რომ დავწერო, ამ შემთხვევაში 100 როდესაც i გახდება. ხო, ამ შემთხვევაში აღარ გააკეთებს 101-ს, მაგიტოვს 1, რომ 100 რო გახდება, 100-ზეც გააკეთოს. შემდეგ გაიზარდოს 25 პიქსელით, ანუ 25 დავწერეთ აქ 2 წერტილი და ჩამოვედით ქვევით. ესე იგი გავაკეთოთ circle და რადიუსი იყოს, რა თქმა უნდა, i-ის ტოლი. შემდეგ მოდი გავუშვათ და შევხედავთ, რომ აქ გაიზარდა და გაიზარდა ასეთ წრეებს ხატავთ, მაგრამ ახლა ჩვენ
ქვევით უნდა ჩამოვიდეთ, ესე იგი 25 პიქსელიან წრეს ვახატავს, მერე ქვევით უნდა ჩამოვიდეს 25 პიქსელით, მერე კიდე ქვევით უნდა ჩამოვიდეს 25 პიქსელით და ასე შემდეგ. შეგვიძლია აქ დავწეროთ ქვევით ჩამოსვლა, შეგვიძლია ფუნქცია შევქმნათ, რაღაც next position აქ ხომ არ გვეუბნება next position ფუნქცია შექმნით რამე. მაშინ აქ შეგვიძლია პირდაპირ ქვევით ჩამოსვლის, ესე იგი pen up-ი გვინდა აუცილებლად რომ კალამი აიღოს, შემდეგ მობრუნდეს მარჯვნივ 90 გრადუსით, ჩამოვიდეს ქვევით, ანუ forward-ი, ანუ წინ წავიდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქვევით ჩამოვიდეს ქვევით იყურება და წინ წავიდეს forward-ი 25 პიქსელით და შემდეგ გვინდა left-ი 90 გრადუსით, ისევ რომ მობრუნდეს იმ მხარეს, რა მხარესაც იყურება, როდესაც პირველი წრე დახატა და აუცილებლად pen down-ი. ჭრილებიც არ დაგვაწყდეს. და clear runs დავაჭირეთ, ჩამოვედით ქვევით, მეორე, ჩამოვედით ქვევით, მესამე, ჩამოვედით ქვევით, მეოთხე და ჩამოვედით ქვევით. სულ ეს იყო ეს დავალება. Submit continuous დავაჭიროთ, აქ წესით უნდა ჩაგვithვალოს და გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე. ესე იგი აქ რა გვაქვს დასახატი 5 bars გვაქვს დასახატი, 5 ცალი. 10 პიქსელით უნდა დავიწყოთ თავიდან, 15 უნდა იყოს მათ შორის მანძილი და უნდა გაიზარდოს 10 პიქსელით, ხო? ესე იგი მოდი პირველ რიგში ქვევით speed-ი მივუთითოთ, რომ ბევრი მუშაობა დაგვჭირდება და ჩქარ-ჩქარა გააკეთოს. შემდეგ აუცილებლად 4-ი გვინდა, 4i in range და დავუკვირდეთ ახლა, ესე იგი ასეთი თავიდან 1 უნდა გავაკეთოთ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. თავიდან უნდა იყოს 10 პიქსელის მქონე კვადრატი. ხოლო უნდა გაიზარდოს მარტო სიმაღლეებში, სიგანეში არ უნდა გაიზარდოს და ამათ შორის შუალედი ერთნაირი უნდა იყოს. ესე იგი თავიდან კვადრატი 10 პიქსელის უნდა იყოს, 5 ცალი უნდა დავხატოთ, ესე იგი ჩვენ უნდა გავზარდოთ მარტო ეს სიმაღლეები. 5 ცალი უნდა დავხატოთ სულ, ესე იგი თან 10 პიქსელით უნდა გაიზარდოს, ესე იგი გვჭირდება ჩვენ აქ 51 და გაიზარდოს 10 პიქსელით. გადავედით გვერდით 2 წერტილი დავსვათ, ჩამოვედით ქვევით და ახლა რას ვაკეთებთ? forward-ი გვინდა. forward-ი გვინდა 10 უნდა მივუთითოთ აქ. იმიტომ რომ აი ეს ქვედა ხაზი ყველას ერთნაირი აქვს, აქ აი-ს ვერ მივუთითებ, აი იზრდება. 10 აქ ეს 10 ფიქსირებული, 10 პიქსელი. შემდეგ left-ი გვინდა 90 გრადუსით. გამოვყოფ ახლა აქ უბრალოდ space დავწერ და გამოვყოფ რომ ქვევით ჩამოვიდე. შემდეგ აუცილებლად დაწერთ ისე forward-ი და ამ შემთხვევაში ეს სიმაღლე იზრდება, ხო? სიმაღლე უნდა გაიზარდოს ყოველ ჯერზე. ამ შემთხვევაში მე აქ შემიძლია უკვე აი მივუთითო ისე left-ი და 90, გადავედით გვერდით, ჩამოვედით ქვევით და აი ეს კოდი მე შემიძლია დავაკოპირო და ჩავსვა ქვევით. ან კიდე მეორე for-ში ჩავსვა, ასეთ შემიძლია, ხო? ანუ ეს კოდი და ეს კოდი ერთნაირია. ახლა მოდი გავუშვათ და ვნახოთ რას გააკეთებს, აი ერთი და იგივე პოზიციაზე გააკეთა. სიმაღლეები გაზარდა, მაგრამ როდესაც ერთს გააკეთებს, მერე შემდეგ პოზიციაზე უნდა გადავიდეს. ამიტომ მე აქ შემიძლია ახლა დავწერო next position, ან პირდაპირ next-ი დავწეროთ, აღარ გვინდა ამდენი წერა და ზევით შევქმნა ფუნქცია define next. ჭრილები გავხსენით, 2 წერტილი დავწერეთ, ჩამოვედით ქვევით და მაგალითად რა უნდა დავწეროთ? pen up-ი გვინდა აუცილებლად რომ არ დახატოს ამ წერტილიდან მომდენო წერტილამდე, რასაც გააკეთებს, არ დახატოს და შემდეგ გვინდა forward-ი და რამდენი პიქსელით უნდა გადავიდეს. თუ ამათ შორის მანძილი უნდა იყოს 15 პიქსელი, ამათი გვერდი არის 10 პიქსელი, ესე იგი აი ამ წერტილიდან, ანუ ქვედა მარცხენა წერტილიდან ამ წერტილამდე უნდა გადავიდეს ჯერ გვერდი 10 პიქსელით და მერე ამათ შორის მანძილი 15 პიქსელით, ესე იგი სულ უნდა გადავიდეს 25 პიქსელით და აი აქ pen down გვჭირდება აუცილებლად. runs დავაჭიროთ და ვნახოთ რომ ჩაგვითვლის და submit continuous დავაჭიროთ. ჩაგვითვალა, დავამთავრეთ ეს თავიც და სავარაუდოდ badge-იც აღებად შეგვიძლია.